პროექტი უცნობი კავკასია. მოგესალმებით, ეთერშია რადიო უცნობისა და ტელეკომპანია მაესტროს ერთობლივი პროექტი უცნობი კავკასია. დღეს ჩვენ არაორდინალურ რეჟიმში ვიმუშავებთ. გავართ სტუდიიდან გარეთ და მოვისმენთ, რას ფიქრობენ ხურვალეთის დასახლებაში მცხოვრები დევნილები, რომლებიც აქ უკვე მეორე თვეა ცხოვრობენ. აქ სულ 131 ოჯახია. ნახოთ, რას ამბობენ ისინი კონფლიქტის დასრულებიდან 6 თვის თავზე. უცნობი დევნილები პროექტში უცნობი კავკასია. არეულობა და ის წამოვედით ისეთი სროლები და ის იყო იქ გაჩერება და რაღაც უკვე აღარ შეიძლებოდა ჩვენი რაღაც. მინ გაგაფრთხილეს და გამოგეყო. არავით არ გაგაფრთხილება, უკვე რო იბომბებოდა და იცლებოდა სოფელი, წამოვედით მე არავის არაფერი გაუფრთხილები, არც ისეთი შიშითა და იმით წამოვედით, რო რა ვიცი. აი ვინცაც როგორ მოვასწარით, ეგრე გამოვედით, ზოგი ფეხი, ზოგი ვისაც მანქანა ჰყავდა და ვინც შეეტია მანქანაში, აი ეგრე წამოვედით რა. აგვისტოში წამოვედით, იქიდან ჩავედით ისანში, ისანიდან მე 25 ნოემბერს აქ ჩამოგვასახლეს სუსველი კედლები, სულ ისე იყო, ერთი უბედურობაში ვიყავით. რა პირობებში ვართ, აბა ეხლა კიდე ცოტა გაშრა და რაღაც აქ ისეთი ტალახი და ისეთი ის არის, რომ ადამიანი წყალზე ვერ გავა და იხრეში გვიყრია, ეგრე კრანთან ეგრე მივდივართ და ეგეთი ისაა, რა პირობები. კედლები სუსველია, წყალი ეგრე ბალიშები, სუსველებია, ეგრე ჩამოდი, ეხლა კიდე ცოტა გაშრა. სუსველი ბალიში იყო, ლოგინი ნესტიანი და 27000 და ეგრე იმათ. ჩვენ ნარჩეში არის, არც არაფერია, რაც რა არის ჩვენ ცხოვრება, არაფერი არის, ჩვენ ჩვენ ხეობაში გვინდა და გვეცხოვრა. ვინმე გამოგიყვანათ იქიდან, აი ვინმე გითხრათ რომ აი დატოვეთ სოფლები უკვე საჩიში. რუსებმა დაგვეტოვინეს. თვითონ რუსებმა და ოსებმა. ახლა ნიჩო რა ნიკავარი რა. არა უშავდება. ეს ცხოვრება არის. ცხოვრება რა ნახლა. იგივეა. არა ცხოვრება არის. ერთი მოგვიტანები და ინაცილები თვითონ ინაცილები ამშულა. ჩვენ დაგვიდა და მოგვიტანეს. დასაც ჩვენ დაგვეს ან აი ფრაზები წამოვიდეთ თბილისიდან. ესაც აი ექიმა მაჩუკა რა ფეხები ნაფეწანი და იმეთიდან. ხელისუფლებას არაფერი დახუარებია, არაფერი უნდა არის რომ აი პირდაპირ წამოვიდა ეს საღამო დაიწყო თუ არა და როცინდნენ ბინებსა და სახლებს როცინდნენ არა არა გამორბოდნენ ვის როგორ მორბოდნენ და ჩემი 98 წლისა ეგრე მოარბენიდეს ჩემი ბიჭი არა ვისაც გარბოდნენ როგორ გარბოდნენ არავინ პოლიციამ თავისას იმაშობოდა თავში წამდა რომ გადავჩეო რა ენა ვერ ვადავადა ფეხი წამოვიდა ფეხი და ვეგაში სიყვარული ენა ჩავადა ეს იმას ჩემი ხარია ეგოდა რაც ეს ამბავი დავგვემართა მის შემდეგ ასე დავატყობელი მე კიდე თელ ამბავში რა საკლები ქონდა მაგრამ აღარა ვაყე ხალაფი ჩვენა ფული არ მოგწო იქიდან წავიდე. პრობლემა არ არის, მაგრამ არის. ფული ყველაფერი არ აქვს სახში. მართლა რაც მოგვიტანეს ეგ არ და მაკარონი იმას აუხირებია და ისა კარტოფილი და რამე არ აქვს ეს ისა პირჩოტკი და ისინი საჭმელი არ მოაქვს. საჭმელი ხლა ინტრეს მოგვიტანეს კალბასი მიშენდა აღარაფერი რაც ბოსელიც რო იყოს რო ვიცოდე რომ ის არის და შეგვიშვებდნენ მივალ და ვიცხოვრეთ იქ გვირჩევნით მეტი გასახანი არ აქვს უნდა შევეჩვიოთ მაგრამ ესე რომ მოგვიყვანეს სულ სახლებში ხონდა ეფიქრათ რომ ხალხის ჯანმრთელობა როგორ იქნება რაც მოსვლა ორი თვე ოკეგული დავადებული ვარ და გუშინწინ კი არა 4 შაბათს ვიღავი კარდიოლოგიის ინსტიტუტში მომწეს წამლები ისე წამივედა 200 ლარი ის 200 ლარი ვინ მომიტანს კიდე კარგი რაღაც კაპეკები მქონდა მოგროვებული
რო ვთხოვლო პოლისი ჯერ არაო და მაროდისა ავათაბად ეხლა და როცა მოვხვდები მაშინა როგორ შეეჩვიეთ ახალგაზრდას? თავზევი ძალა როცა არ შეეჩვევი, მაგრამ იქნება. არა უყურთ. ნუ დაითესები ახლა ეს ურწყავი ადგილია, წყალი არ არის. ნუ ჩვენ ვეცდები და თუ მოვა. არ ვეცადოთ არ გავიგეთ მოვა თუ არ მოვა. უძულებული ვართ, ნუ დავბოროთ გავაკეთო რაღაცა. გასაყიდო არ იქნება, სახში მაინც იქნება რაღაცა მოიყვანს პატარას. არის მოყვანა საფრთხე. ნუ ახლა პირველ შემთხვევაში ნიორ დავთესავთ ალბათ. ნიორი ხახვი, პომიდორი. აი წყალი არის, ხელით მაინც დავუსხავთ რომ მოვიდეს, მოიყვანოს ცოტა. თოვლი შედის. და სულას ველდება და ტალახია და ვერ გამოვდივართ რამე. რო იმას აქვთ. ბაბა მყავდა თბილისში და კონდე ვერ მოდის რომ მოვიყვანოთ. და სულ იღლება, გული ეღალება, ვერ ასწრებს ვერაფერი. ან სიტყვაზე ბოდიში და რო ვეუნები, ტუალეტი იქით გადავიტანოთ და არაა და რაღაც. ას 21 ბაგაბახში ვიყავით. 1-3 თვე მაინც ვიყავით იქ და წამოვიდით მე აქ დავსახლე. მოგწონთ აქ? კი. თავიდან არ მომეწონა, იმიტომ რომ არავის არ ვიცნობდი და წია დავდივდი ხანვის ვეთავშობდი ხანვის. და ეს ჩემი საუკეთესო მეგობარია და ვთამაშობთ. წიგნები გააქვს? კი. შენ? არა. არ გაქვს წიგნები? ჩვენ ერთად ვსწავლებთ. აბა მოაყოლე ხა იმასაც. მითხარი, აბა რითი სწავლობ წიგნები თუ არა? ამას აქ და იქიდან გადმომაქვს ხოლმე და ვსწავლობ. იქ ცხოვრობს და მე აქ ცხოვრობს და მაინც ახლი ვართ და გადავდივართ ერთმანეთში. ერთი დაბადების დღეს კაი ტორტი მინდა. მეც ეს მინდა მაგრამ. რა? დაბადების დღეს ტორტი. ფერტი ჭრელი ძაღლი დადის ჩემ ზუსტად ჩემ ძაღლს გავს და ჩემი სოფელი მაგონდება ხომ რომ თამაშობ. პროექტი უცნობი კავკასია სტუდიაში ბრუნდება უცნობი დევნილების თემას ჩვენ სტუმრებთან ერთად განვაგრძობთ. ქალბატონი ლია მუხაშავრია, ადვოკატი და ქალბატონი არინა თავაქარაშვილი, გაეროს წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა მიმართულების. ქალბატონო, ჩვენ ნახეთ ესეთი რეალური სურათი, რაც დაგხვდა ჩვენ გუშინ ხურვალეთის 131 ოჯახით დასახლებულ აი ეს ახალ ემაში სოფელში, რომელსაც ჯერჯერობით სახელიც არ აქვს. რამდენად რეალური იყო ეს სურათი? თქვენ მუშაობთ ამ თემაზე, ომის შემდეგ დაზარალებულების თემაზე, სამართლებრივი მიმართულებითაც, ადამიანის უფლებების მიმართულებით. ჩვენი რეპორტაჟის თემა იყო თუ არა ესეთი რეალური სურათი, თუ შეიძლება ვთქვათ, რომ უფრო მძიმე ან უფრო უკეთესია მათი მდგომარეობა. ალბათ თქვენ როცა გადაიღეთ იყო მშვენიერი ამინდი, მე მაგალითად BBC-ზე ვნახე გაცილებით უფრო მძიმე სიუჟეტი, იქ საუბარი იყო იმაზე, რომ ყინვებია, მილები გაიყინა, წყალი არ აქვთ, მათ უხდებათ ბრძოლა იმისათვის, რომ გაათბონეს პატარა სახლები, უხდებათ ბრძოლა იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ეს ცოცხლო პირობები. აქ ისმოდა ეს სიტყვებში და ფრაზებში, მაგრამ აი თავად მზიანი ამინდი გარეთ მეტნაკლებად თბილოდა და ადამიანები გარეთ იყვნენ იმ სიუჟეტში, რომელიც მე BBC-ზე ვნახე, იგრძნობოდა, რომ მართლა ძალიან ყინავს ცივა და ადამიანებს უჭირთ სახლიდან გამოსვლა და აი თუნდაც იმ ფიცრულ ტუალეტამდე მისვლა პრობლემაა. ქალბატონო არინა, თქვენ უფრო ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობთ, ვინ ზრუნავს ამ ადამიანებზე? პირველ რიგში მივესალმები ჩვენს მსმენელებს, მაყურებლებს და ვიტყვი, რომ გაცილებით უარესია სიტუაცია, ვიდრე ამ სიუჟეტში იყო წარმოდგენილი. მე პირადად კვირაში ერთხელ ან ორჯერ მიხდება არა მარტო განსახლების ადგილებზე მისვლა, არამედ საზღვრისპირა სოფლებში.
და იქ არის საშინელი მდგომარეობა. დავამატებით, თქვენ რომ ავწადეთ ერგნეთში, გუშინ ვიყავი, მომიხდა გუშინ წილ და გუშინ ერგნეთში მცირე ხნით ასვლა, ნახავთ საოცარ სურათს. მართალია აღშენდა საცხოვრისის სახით ერთი ოთახი, ყველას აუშენდა, მაგრამ იმათ არ აუშენდათ, ვისაც სახურავი დაზიანებული, ერთი სართული დანგრეული ან დაწოლე ქონდა. არა აქვთ შუქი, არა აქვს სასმელი წყალი. ხელი არ მიუწვდებათ პროდუქტებზე. და რამოდენიმე დღის წინ ადამიანებმა უკან დააბრუნეს წყლის ასავსებად მიტანილეს თუ სულათი წახი ეყომი კალისტრებს. მათ უთხრეს ჩვენ არა გვაქვს ლომელი შეშისა და რომელ ამის საშუალებებს იაუთ. თუმცა შეშა გარკვეულ ნაწილს აქვს, იმიტომ სადაც იყო ხეები შესჩენილი, ჯერ თვითონ გადაჭრეს და მერე გარკვეულწილად 2 კუბომეტრის ოდენობით მიტანილი იქნა. სურათი არის არა უკვე საშინელი, არამედ საზარელი. სოფელში სადაც ადამიანებს საჭმელი არ აქვს და ბავშვები არ არიან, ევროსტანდარტით შენდება სკოლა. სკოლა ძალიან კარგი და მე თვითონ მივესალმები ამას, მაგრამ ვინ უნდა იაროს? ხომ უნდა იყოს დაცული სოციალურად და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, სადაც ესეთი სროლები შეჩეული არიან, მაგრამ სადაც არ არის გარანტია იმისა, რომ ყოველ წუთში რაღაც 500 მეტრი აშორებ და ნუ გავიწყდება, რომ ერგნეთის მხარეს ნაწილი დაკარგულია სოფლისა, 265 სახლიდან 20-მდეა ნახევრად შერჩენილი და საზღვრისპირა სოფელში იგივე მეორე მხრიდან გუტიან ხარში ნაწილს ძალიან უჭირს დარჩენა, მთელი დღე არიან და ღამე თუ სროლები იყო ჩამოდიან ქვედა მხარეზე. და ამ განსახლების ადგილებში მე თვითონ მომიხდა ყოფნა რამოდენიმე ასე ვთქვათ იძულებით გადაადგილებული პირის დევნის შეხვდით და აღმოჩნდა რომ მთელი დღის მანძილზე როცა უკვე მზე დააჭერს იქიდან წვეთავს, იმიტომ რომ სველით არის გაკეთებული და დავეღალოთ მაგალბატონმა მითხეს საწოლის გადატან გადმოტანით. ჩვენს მაყურებელს და მსმენელს შევახსენებთ რომ შეუძლია დაუკავშირდეს ტელეფონის ნომერზე 380 800 ამავე ნომერზე ჩვენ ჯერ კიდევ ვიტოვებთ იმედს რომ შეიძლება გამოგვეხმაუროს დევნილთა და განსახლების სამინისტრო ან მინისტრი ეკობა სუბელიანი თავად რომელსაც ჩვენ 2 დღეა ვცდილობთ რომ დაუკავშირდეთ უბრალოდ დაუკავშირდით და ის უარს ამბობს რატომღა ჩვენს ეთერში მოსვლაზე თუმცა თუ მას ექნება რაიმე ტიპის კომენტარი აქ მოსაზრებებთან დაკავშირებით კრიტიკასთან დაკავშირებით ჩვენ 2 დღეა რომ მას მოусმინოთ ქალბატონ ლია რას ქალბატონი არ ნაბრძანებდა აქედან გამომდინარე ჩნდება შეკითხვა რამდენი დაიხარჯა და იხარჯება თუ არა სწორად და ატარებს თუ არა ვინმე მონიტორინგს აი ფინანსების რომელიც სწორედ აი ადამიანების დასახმარებლად შემოდის ქვეყანაში. ეგ ძალიან საჭირო როტო კითხვა და მე მესმის რატომ არ მოდიან ხელისუფლების წარმომადგენლები თქვენთან სტუდიაში, იმიტომ რომ აი ჩვენ სექტემბრიდან მოყოლებული მართლა ვცდილობთ ჩვენ ვიცით როგორ მოვითხოვთ საჯარო ინფორმაცია, ვითხოვთ ამ საჯარო ინფორმაციას, მაგრამ ვერანაირად ვერ მივაღწიეთ გაგვეგო ზუსტად რა თანხები დაიხარჯა, ან რა თანხებია გამოყოფილი. ერთადერთი მივაკვლეთ უდავოდ, რომ აი თითოეულ დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეზე გაიცემა 10,000 ლარი თანაც ოჯახზე, იმ შემთხვევაშიც თუ საუბედუროდ 2 და მეტი პირია და არის სამწუხაროდ ასეთი შემთხვევები, ოჯახმა მიიღო 10,000 ლარი. სხვა შემწეობის ოდენობა თანხობრივად რაში გამოიხატება, ან თუნდაც რა დაჯდა ეს სახლები ეს მოარული ფრაზები ზოგიერთი 27,000 არის ოფიციალური ინფორმაცია მეტნაკლებად თითქოს და ეს წერილობით ჩვენ არავის არ მოუწოდებია ჩვენთვის ამიტომ მე იურისტი ვარ და ვენდობი მხოლოდ შავით თეთრზე დაწერილს ძალიან გვიჭერს ამ ინფორმაციის მოპოვება და ბუნებრივია იქ სადაც არ არის არანაირი ღიაობა გამჭვირვალობაზე რომ არაფერი არ ვთქვათ ბუნებრივია ჩნდება ეჭვები და ვარაუდები რომ არა გვაქვს საქმე ასე ვთქვათ სწორ ხარჯვასთან და ეს ვარაუდები და ეს მოსაზრებები გამოთქმულია საერთაშორისო დონეზე ამაზე საუბრობენ გაეროს წარმომადგენლები ამაზე საუბრობენ არა მარტო თქვენი კოლეგები უცხოეთში და ეს ცნობილი ფაქტებია ჩვენ განმოგზავნებთ ამ თემას საუბარს და რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ მედია პროექტი უცნობი კავკასია. უცნობი კავკასია ეთერში უცნობი დევნილების თემით ბრუნდება ჩვენ ამ სახლებზე ვსაუბრობდით რომელიც ერთ-ერთი ვერსიით 27,000 ლარი დაჯდა ქალბატონო არინა თუ აქვს გაეროს რაიმე ტიპის ინფორმაცია ოფიციალური უცხოურ ორგანიზაციებს მაინც გაეროს თემაინც რა დაჯდა რეალურად ის სახლები და რა გაეროს ნამდვილად ვერ გეტყვით ამ შემთხვევაში რა აქვს მაგრამ გორში სისტემატიურად იმართება დონორი ორგანიზაციების შეხვედრები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები სისტემატიურად ხდებიან ტოლთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებს მოადგილეების დონეზეც და მინისტრის დონეზეც მაგრამ მათ ასეთი პასუხი გაქვთ ერთ-ერთ წარმომადგენლობით შეხვედრაზე ადამიანებმა სთხოვეს რომ ჩვენ ეს თანხა რაღაცა ნაწილი მოგვეცით და სოფლებში ვიყიდით იმიტომ რომ ისინი ძალიან მშრომელი ხალხია და ერჩივნათ ხელგაწვრილობას რომ დაელოდნო რაღაცა პროდუქტის მიტანას თვითონ დაემუშავებინათ გაზაფხულზე მიწა და პასუხი მიიღეს საოცრად
არაკომპეტენტური და არაპროფესიონალური თუ ეს ინფლაციას გამოიწვევს და კატეგორიულად არ მისცეს ფული. შეიძლება დაუკეთესად ქალბატონი ამ თანხის გამოყენება, თუნდაც აი საპირფარეშოების თვითონ აი მშენობებში, ასე ვთქვათ, მოთავსება, ან თუნდაც აი ხურვალთის დასახლებაში არ არის არც ერთი აბანო. სადაც შეიძლება ადამიანებმა თუნდაც მორიგეობით რიგში ჩაეწერონ და ერთხელ მაინც კვირაში დადიან იქიდან თბილისში. აბანოში ბევრნი, როგორც მამახუცმა მითხრა, დაუჯდა 8 ლარი. აბანოში წასვლა თბილისში, იმიტომ რომ 2 თვეო მე არ ვიყავი ნორმალურად აბანოში ნამყოფი. შეიძლება და ამ თანხაში აი ამ პრობლემის მოგვარება მინიმალურის მაინც. იცით რა არის, ახლა შეიძლება თბილისელებისთვის არ არის თლად ნაცნობი ეს საკითხი, მაგრამ ის ვინც ხშირად ხვდება რაიონში, რეგიონში, სოფლებში, მან ძალიან კარგად იცის, რომ აი მაგალითად უძრავ ქონებაზე, სახლკარზე თავისი კარმი დამოთი მეურნეობით ძალიან დავარდნილია ფასები, სოფლები იცლება, ძალიან ბევრი სახლია დაკეტილი და ძალიან ბევრი ქალაქელი ყიდის თავის სოფლში, მაგრამ ვერ ყიდის, იმიტომ რომ ყიდველი არ არის. შესაბამისად, თუ ფულს მიიღებდნენ ეს ადამიანები, ისინი თვითონ მოძებნიდნენ მათი ნებასურვილის მიხედვით, მათთვის მისაღებ ფასად შესაბამის სახლკარს და იყიდნენ. არანაირი ინფლაცია არ მოხდებოდა პირიქით, ნახევრად დაცლილი სოფლები შეივსებოდა და არ გვექნებოდა ეს გეტოს მაგვარი სოფელია, დაბა თუ რა არის, მე არ ვიცი. აბა რა მოხდა ქალბატონია, რა საბოლოოდ თქვენ ამ პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის კორუფცია, იმიტომ რომ ხელისუფლება არ გვაბარებს ანგარიშს, რაში დაიხარჯა ეს ამდენი თანხა, რა დაჯდა თითოეული სახლი, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვეცოდინება რა დაჯდა ეს სახლები ძალიან მარტივად ვიტყვით, რომ იმავე ფასად ორ სართულიან აშენებულ, დასრულებულ კაპიტალურ შენობას თავის კარმი დამოთი ადამიანი შეიძენდა და თუ კი მათ ეს შესაძლებლობა მოუსწეს, იგულისხმება, რომ ვიღაცამ ბოროტად გამოიყენა ხელისუფლება, გადაამეტა ხელისუფლებას და ჩაიდინა დანაშაული, რაც მარტივად კორუფციული დანაშაულია. ახლა ჩვენ გვიკავშირდებიან ზუბალაშვილების ქუჩაზე, ნიჭიერ თაცლეთში მცხოვრები კოდურიდან დევნილები, რომლებიც აცნობენ ჩვენს პროდიუსერს, რომ 20 დღეა მათ უკვე ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. რამდენად ხშირია ქალბატონო არინა მსგავსი შემთხვევებიც, ძალიან ამაყობს ხელისუფლება და რა თქმა უნდა ჩვენ საზოგადოებამ შეიძლება არ უნდა დაუკარგოთ მათ ის რომ აფხაზეთის ომის შემდგომი პერიოდიდან განსხვავებით ჭერი ამ ადამიანებს ნამდვილად აქვთ თავზე და ეს ნამდვილად კარგია. თუმცა რამდენად ხშირია ეს მომენტები, როდესაც დენი არ აქვს, თქვა შეშა არ აქვს, წამალი არ აქვს პირველად მოხმარება და შეიძლება თუ არა რომ გქონდეთ, ამაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, მარტო შეიძლება მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ. პრობლემა ის არის, რომ ადამიანები დარჩნენ ყოველგვარი სახსრის და ამჟამად ანაზღაურების გარეშე და უჭირთ ელექტროენერგიის საფასურის გადახდა და 5 თვის მანძილზე მე ოფიციალურად მოვეთხოვე ეს ინფორმაცია და მივიღე 5 თვის მანძილზე გორის რაიონში მთავრობამ გაუწია შაღავათი და არ გადაახდენა, მაგრამ ნუ გავიწყდება, რომ საზღვარსპირა სოფლებში არის უკიდურესი მდგომარეობა. ისინი მათ ამ თვეში პოლიციის რჩევით და ჩარევით ისინი არ გასულან თავის ბაღებში, იმიტომ რომ საშიშროება მეორე მოწინააღმდეგის მხრიდან, მტრის მხრიდან, ასე ვიტყოდი, ხშირი სროლებისა და არის შემთხვევა, რომ შეიძლება ვინმე გაიტაცონ მოკლა. ესე იგი საგაზაფხულო სამუშაოები ვერ შეასრულეს. მომავალშიც არ ექნებათ ფული, არანაირი თანხა არ აქვს და ამ ხალხს რაღაცა გარკვეული შაღავათი სახელმწიფო გარკვეულ დონეებზე უნდა გაუწიოს. ახლა მაქვს ამ სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრა და სირცხვილით ვიცი ხომ ვავდივარ და შუქი არ აქვს და წყალი არ აქვს. რა ძნელია ამ ადამიანებს ესაუბრო. ეს ხშირი შემთხვევებია და იმეც ვიტოვებ, რომ ამ გადაცემის შემდეგ მაინც გამოსწორდება და საზღვარსპირა სოფლებს, ვისაც არ აქვს ახლად შუქი ჩაერთვებათ. ამის რესურსი არსებობს ქალბატონია. ხელისუფლების ბიუჯეტში. ჩვენ არ გვაინტერესებს საიდან მოიტანს ხელისუფლება ამ თანხას. ჩვენ გვაინტერესებს, რომ ყველაზე მეტად შევიწროებული ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს ზაფხულში აი ომის მთელი სტრესი და უბედურება, დაკარგეს ახლობლები. ყველა ამ ადამიანს ჯანმრთელობა აქვს ძალიან სერიოზულად შერყეული და ჩვენ, მე და თქვენ და ყველა სხვა გადასახადის გადამხდელები, იმიტომ ვიხდით ჩვენს გადასახადებს, რომ ხელისუფლება იზრუნოს ამ ადამიანებზე და იზრუნოს არა იმითი, რომ შეღავათი გაუკეთოს, არინა ბოდიშვი ხდი მე ამ შემთხვევაში შეღავათი კი არ ეკუთვნით მათ. მათ ჩვენს მიერ საერთაშორისოდ ხელმოწერილი გაეროს კონვენციებით ვიკისრეთ ვალდებულება, რომ ასეთ ადამიანებს ღირსეულ ყოფას შეუქმნით. და მე მგონი ღირსეული ყოფისაგან ძალიან შორს არის ის, რაზედაც აქ იყო სიუჟეტში საუბარი და რაც თქვენ ნახეთ და რაზედაც საუბრობს არინა. მეც ვიყავი გორის რაიონის სოფლებში და გარწმუნებთ, რომ
ოკუპაცია გრძელდება იმის გამო, რომ საზღვრისპირა რაიონებში სოფლები, სადაც მოსახლეობა არის უკიდურესად შევიწროებული და ხელისუფლების მხრიდან არანაირ მხარდაჭერას და დახმარებას არ იღებს, იძულებულია დატოვოს თავისი სახლკარი, იქაურობა ცარიელდება, ხდება უკაცური და არავინ ხელს არ უშლის რუსის ჯარს, რომ ოკუპაცია მოახდინოს ახალი და დამატებითი ტერიტორიების, იმიტომ რომ არ დაგვავიწყდეს სადემარკაციო ხაზი, საზღვარი გავლებული ჩვენსა და რუსეთს შორის ამ ომის შემდგომ არ არის და რუსი დაიკავებს იმდენს, რამდენსაც დაუთმობთ ხვალ, ზეგ, მაზეგ და განუწყვეტ. აი ხურვალეთის დასახლებიდან მაგალითად ჩვენ თვალით ნახეთ და კამერამაც მოახერხა, გადაიღო ეს კადრი, ვიქო მთაზე ჩან შეფენილი რუსეთის საჯარისო ნაწილები, ტანკები და მკარვები. თუმცა გამოვიარეთ უკან წეროვანის დასახლებაში, სადაც ცოტა უკეთესი პირობები იმ თვალსაზრისით, რომ გაზია შეყვანილი, წყალია შეყვანილი, ამ დასახლებას, საჩვენებელ დასახლებასაც კი ეძახიან, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩაყრობს იქ ხელისუფლებას სტუმრები. მე მაინტერესებს, აი რა ნაწილია უფრო უკეთეს მდგომარეობაში პროცენტულად ქალბატონო არინა და რა ნაწილია უფრო უარესად, იმიტომ რომ ყველა რა თქმა უნდა თანაბარ-პირობებში ვერ მოხვდა. კაცო, ათლია შესწორებას დავეთანხმები, ალბათ ზუსტად ვერ გამდა მოსახლეობის თხოვნა იქნებ შაღავათი მაინც გაგვიწიოსო ელექტროენერგიასთან, თორემ მეც იგივეა იდენტური აზრი მაქვს და აბსოლუტურად კი ბატონო, აი პირობები მაინტერესებდა რა დაახლოებით რა ნაწილია უკეთეს პირობებში. უკეთეს პირობებში უფრო ის ნაწილია, რომელიც საზღვარს დაშორებული, აი ეგრეთ წოდებულ საზღვარს, თორე ეს საზღვარი არ არის, სასაცილოა დღეს მამისი თქმა და სატირალი და ტრაგიკულია, რომ ეს მხარე საზღვარი. ცოტა აქეთ ამ მხარეში და რებით შეიძლება რომ მშვიდობიანი სიტუაცია და რაღაცა შეუძლიათ კარალეთის მაცხოვრებლებს, ტყვიავის მაცხოვრებლებს, ქარელის რაიონის იმ მაცხოვრებლებს, რომელიც იქით ამ მხრიდან საზღვრის პირას არ არიან. გეთანხმები წეროვანში უკეთესი პირობებია, ვიდრე თქვენ ნახავთ ალბათ კარალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე წმინდა წყლის დასახლების ბოლოს გორის რაიონის ბოლო ნაწილია, ეს აქედან იწყება კარალეთის დასახლება, იქაც არ არის თლაც. უფრო მეტია უკეთეს პირობებში თუ უფრო ნაკლები ხალხო არის. ის რომ სახლები ნახევრად შველია, ეს ფაქტია. და ეს არ არის მთელი დღის მანძილზე მათ ნამდვილად აქვს ჩართული გაზქურაც, ნამდვილად აქვს ჩართული ელექტროქურაც, მაგრამ ეს შაღავაც არ იძლება კითბილა, მაგრამ აი სუნთქვა აშკარა იმ წუთში ნახევარ საათის შემდეგ რომ შევედი ვიგრძენი რომ კარგად ისე ვეღარ სუნთქავდი, იმიტომ რომ ეს ფილტრებზე თავისებურს ეკავლენას. ბატონ ლია, ჩვენ გაცემა დასრულს უახლოვდება, მინდა უთხრათ დევნილებს თუ არსებობს რაიმე სხვა ორგანიზაცია ვიდრე მათიციან. მათიციან რომ არსებობს სამინისტრო, არსებობს პარლამენტი, ზუსტად არც იციან ვის რაზე უნდა მიმართონ, მაგრამ ვის მიმართონ? როცა ესე ძალიან უჭირთ და როდესაც ბავშვი ყავთ, ავად მე გუში ვნახე ბავშვი, რომელიც 40 სიცხეანია უკვე. დაახლოებით მეორე თვეა, ვერ უგდებენ, ჩამოუვა ცოტა დაბლა სიცხე ისე ვაუწევს და ის არ ყოლია ჯერ ექიმთან. აი ესეთმა ადამიანებმა ვის შეიძლება მიმართონ დახმარებისთვის? საიდან შეიძლება მიიღონ რეალურად დახმარება? სამწუხაროდ ძალიან შეზღუდულია წრე იმ ადამიანებისა თუ ორგანიზაციებისა, ვისაც ამ ადამიანებმა შეიძლება მიმართონ და მიიღონ რეალური დახმარება. ჩვენ მათ ვუწევთ სამართლებრივ დახმარებას, უფასოდ ვუწევთ კონსულტაციებს, ვეხმარებით განცხადებებისა და საჩივრების შედგენაში, მაგრამ უკვე შემდგომ მათ უხდებათ ამ განცხადებებით და საჩივრებით მიმართონ სახელმწიფო ორგანოებს, სადაც არავინ ყურს არ უგდებს მათ თხოვნას და მუდარას და არაფერს არ აკეთებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ისევ მედიის აქტიურობა ერთობლივად აი ასეთი გადაცემების გაკეთება იქნება ოდნავ უკეთესი პერსპექტივის, ასე ვთქვათ, მომტანი, იმიტომ რომ ჩვენ ხმას უსმენენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ეს არის ის ძირითადი წყარო, საიდანაც მოდის ეს დახმარება, რომელსაც წარმოუდგენელია, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაზე გაჭირვებულამდე არ მიიტანს და არ მიაქვს. დიდი მადლობა ჩვენ ველით უკეთეს ახსნა განმარტებას, ვიდრე ალბათ თქვენგან მიიღებს ამას დევნილთა საზოგადოება, დევნილთა და განსახლების სამინისტროსგან, ყველა იმ პირისგან, რომელსაც ეკუთვნის და ევალება ამ ადამიანების მიხედვა, რადიო ცნობის ეთერი, ტელეკომპანია მაესტროს ეთერი ღია მინისტრი კობას უბელიანისთვის. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. დაელოდეთ ჩვენს მეორე ბლოგს, სადაც ჩვენ განვიხილავთ იმას, თუ რა ხდება საქართველოს რკინიგზაში. ჩვენ შეკითხვებს უპასუხებს რკინიგზის გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია. მედია პროექტი უცნობი კავკასია. უცნობი კავკასია პირდაპირ ეთერში ბრუნდება, რა ხდება საქართველოს რკინიგზაში. ნანა ლიჟავას საავტორო პროგრამაში კვირის რეპორტაჟი, გასულ მასალებზე დაყრდნობით ჟურნალისტები იმედა დარსალია და დიმიტრი ტიკარაძე საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს ირაკლი ეზუგბაიას კორუფციაში ამხელენ.
უცნობი კავკასიის შეკითხვებს დღეს სწორედ ბატონი ირაკლი უპასუხებს. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. თუ ნახეთ ეს რეპორტაჟი პირველ რიგში მინდა კითხოთ და რა შთაბეჭდილება დაგჭირთ. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, თქვენს მსმენელს. ნახე ნაწილობრივ ულახდიადრო გითხრათ, სამწუხაროდ არ ქონდა დრო რომ მთლიანად მენახა. რეპორტაჟი როგორ გითხრათ, ჩვენ და სამწუხაროდ ეხდრობა მთლიანად ვარაუდებს, მითებს და აქედან გამომდინარე ალბათ თქვენი გადაცემა მოგცემთ საშუალებას რომ უფრო დეტალურად ვისაუბროთ ჩემს არგუმენტებზე ასე. მაინც მინდა კითხოთ, რატომ ვერ მოახერხეთ? მესმის რომ დრო არ გაქვთ, მაგრამ ძალიან სოლიდური რეპორტაჟი იყო, დიდი დრო დაეთმო და ეხებოდა სწორედ თქვენს ორგანიზაციას. ვერ გეტყვით რომ იყოს სოლიდური რეპორტაჟი, უკიდურეს შემთხვევაში შემოსაზრება ესეთი არ არის და უკიდურეს შემთხვევაში საზოგადოება რომელიც თბილისში არის და ხალხმა რომელმაც უყურა, ასე რომ მომწოდა ინფორმაცია, უკიდურეს შემთხვევაში რამდენიც მე ვიცი, მაღალი შეფასება ამ ფილმმა არ დაიმსახურა. ბატონო ირაკლი, გაწუხებთ თუ არა ის ფაქტი, რომ ამ რეპორტაჟში იყო ასეთი ინფორმაცია გავიდა, რომ 5 მილიონი იზარალა ტენდერების, მხოლოდ ტენდერების მიმართულებით საქართველოს რკინიგზამ და საქართველოს ბიუჯეტმა შესაბამისად, სწორედ იმის გამო, რომ თქვენი გენერალური დირექტორობის დროს მოხდა სწორედ ამ ტენდერების პირადი სიმპათიების მიხედვით დასრულება. არ მაქვს ინფორმაცია რომ ესეთი სახით ყოფილიყოს, მე მგონი თქვენ ახლა უფრო გაამუქეთ ვითარება, ულახდიადრო გითხრათ, რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას ზოგადად მედიასთან, იგი ძალიან გახსნილია და არ ამგონია რომ ეს ფაქტი რომ ყოფილიყო რკინიგზაში 3 წლის განმავლობაში ეს დაფარულიყო და დღეს ყოფილიყო საზოგადოების განსჯის წინაშე. უბრალოდ ჩვენ თვლით რომ ფილმში მოყვანილი ფაქტები უფრო პოლიტიკური ხილიკის თემას ემსგავსება და ვფიქრობთ რომ რკინიგზა მაქსიმალურად დისტანცირებული უნდა იყოს აქედან, იმიტომ რომ ჩვენი საქმიანობა უპირველეს ყოვლისა მენეჯმენტი არის, სწორი მენეჯმენტი კომპანიის, რაც ჩვენ ვფიქრობთ რომ მაჩვენებლებში რომელიც რკინიგზას აქვს და პროგრესში რომელიც რკინიგზას აქვს ძალიან კარგად აისახება, ასე რომ აქედან გამომდინარე ფაქტები ბუნებრივია ჟღერს თავის შინაარსით, მაგრამ შინაარს მოკლებულია და ყოველდღე გამორიცხული. მოდით მაშინ ნახოთ ერთი ფრაგმენტი ამ რეპორტაჟში, ჩვენ დღეს თლიანად ვერ ვნახავთ, თუმცა ერთ-ერთი ფრაგმენტი მინდა აუცილებლად ვნახოთ, სადაც საუბარია იმაზე, რომ თქვენ არჩიეთ, რომ ერთ-ერთი ტენდერი მოეგო არა თბილისში მდებარე ქარხანას, არამედ დნეპროპეტროვსკში მდებარე ქარხანაზე, შემდეგ გადაფრენდით მეორე დღეს ფულის გადარიცხვის წუთშივე იქიდან თქვენი წილის წამოსაღებად. რაც ეს თქო ტექსტი იყო, თუ შეიძლება ვნახოთ ეს ფრაგმენტი. ნუ ჩატარებულ ტენდერებზე ჩვენს მიერ მოპოვებულ ფინანსური პოლიციის რამდენიმე არჩიცაა საუბარი. ერთ-ერთი აქტის მიხედვით საქართველოს რკინიგზამ 19 ვაგონისა და 1 ვაგონ რესტორნის მოდერნიზაციისათვის გამოცხადებულ ტენდერში დნეპროპეტროვსკის ვაგონშემკეთებელ ქარხანას გაამარჯვებინა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდერში ქართული ელმავალ შემკეთებელიც მონაწილეობდა და იგივე სამუშაოების შესასრულებლად რკინიგზას $800,000 ნაკლებ ფასს თავაზობდა. ფინანსური პოლიციის ამ დოკუმენტის თანახმად სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების გამო რკინიგზამ და შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტმა $1,500,000 იზარალა. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. დნეპროპეტროვსკის ვაგონშემკეთებელი ქარხნისათვის ფულის გადარიცხვის მეორე დღესვე უკრაინაში ქალაქ დნეპროპეტროვსკში მივლინებით გაემგზავრნენ რკინიგზის გენერალური დირექტორი ირაკლი ეზურბაია, მგზავრთა გადაყვანის დირექტორი თემურ გულია და შესყიდვების სააგენტოს უფროსის მოადგილე მინდია შეთეკაური. ტენდერი ჩატარდა რკინიგზაში. ტენდერი ვინც ჩაატარა, ის წავიდა და გზის უფროსი. ეზურბაია. გაამარჯვებინეს იმათ. და ფული გადარიცხეს, პირველი ფული გადარიცხეს, თორემ მეორე დღეს გაყვრეს ირბილით იმ ფულს იქ დნეპროპეტროვსკში. ვინც არის სულის ჩამდგმელი ამ დამპლის და ზიბინძურის არის ეზურბაია. მედია პროექტი უცნობი კავკასია. დიდი მადლობა ტელეკომპანია კავკასიის და კვირის რეპორტერს მასალის მოწოდებისთვის. ბატონო ირაკლი, აქ იყო ძალიან კონკრეტული საუბარი, ადამიანი, ვისაც არ უნახავს ეს რეპორტაჟი სრულად ეთერში. შევახსენებ, რომ ეს გახლდათ ფინანსური, ვინც იყო ახლა ჩაწერილი ფარული კამერით, ჩვენი კოლეგების მიერ, ეს გახლდათ ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც სწორედ აი ამ თავისი ოქმის შედგენის შემდეგ გათავისუფლდა თანამდებობიდან და უყვება ასე ჟურნალისტებს შინაურულად რა მოხდა საქართველოს რკინიგზაში. რა სიტყვით ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით? რატომ მოხდა ისე, რომ 800,000-ით უფრო მეტი გადაიხადა საქართველოს რკინიგზამ იმაში, რაშიც შეიძლებოდა 800,000-ით ნაკლებად გადაიხადა. როგორ გითხრათ, ფილმში პრინციპში რამოდენიმე ფაქტზე არის კონკრეტულად საუბარი, მე ჩემი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მეშვეობით მომზადე დეტალური ინფორმაცია თითოეულზე და იმედი მაქვს მექნება 10-20 წუთი ალბათ რომ თითოეულ მათგანზე ვისაუბრო, მათ შორის ამ ფაქტზეც. თუ შეიძლება რომ ამ ფაქტით დავიწყოთ. კი ბატონო, ამ ფაქტით დავიწყოთ.
ფაქტი თავისი შინაარსით ასევე ვარაუდებზე არის დაყრდნობილი, მე არ ვიცი რატომ აქვს ესეთი დასკვნა გამოდანილი ფინანსური პოლიციის ყოფილ თანამშრომლს და არ ვიცი შესაბამისად რატომ დაიჯერა ეს ჟურნალისტმა, თუმცა ლოგიკა გასაგებია. რომ მას უნდა რაღაც ფილმისთვის რაღაც ინფორმაცია შედგენა, თუმცა ვითარება არის შემდეგი. საქართველოს რკინიგზამ 2006 წელს მართლაც გამოაცხადა ტენდერი ვაგონების მოდერნიზაციაზე. უნდა გითხრათ, რომ ეს ვაგონები არის ერთ-ერთი საუკეთესი, რომელიც საქართველოს რკინიგზას აქვს შემადგენლობაში, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. რეალურად სატენდერო პირობები იყო გამჭვირვალე, საკმაოდ და გასაგები. რეგულირდებოდა რა საქართველოს კანონის შესყიდვების შესახებ. პირველი გულისხმობდა, რომ უნდა ყოფილიყო არაუმცირეს 22 წლით ვაგონის სასწრაფო ციკლის გაგრძელება და მეორე ასევე უნდა ყოფილიყო ელექტრომოწყობილობის სრული შეცვლა, ანუ სრული განახლება. პრაქტიკულად თავისი ბუნებით რემონტი გულისხმობდა ძარის დონემდე ვაგონის დაშლას და მის თავიდან კომპლექტაციას. თბილისის ვაგონშემკეთებელმა ქარხანამ ამ შემთხვევაში შემოგთავაზა პირობა, რომელიც გულისხმობდა სასწრაფო ციკლის მხოლოდ 15 წლით გაგრძელებას და ელექტრომოწყობილობის მხოლოდ ნახევრად განახლებას. ანუ შესაბამისად ბუნებრივია, რომ ასეთ პირობებში ფასი დაბალი იქნებოდა ერთი. მეორე, ჩვენ ჩავატარეთ ძალიან დეტალური ანალიზი ამ საკითხის და როგორც აღმოაჩინეთ, ფასი, რომელიც შემოთავაზებული იყო ალტერნატიული მომწოდებლების მიერ ამ შემთხვევაში, 22 წელზე გაანგარიშებით, მაინც გამოდიოდა უფრო იაფი, ვიდრე 15 წელიწადზე გაანგარიშებით. ასე რომ აქედან გამომდინარე, პირიქით ჩვენთვის გადაწყვეტილების მიღება, რომელიც 15 წელიწადზე ინვესტიციას განხორციელების საშუალებას მოგცემდა, იმიტომ რომ ბუნებრივია ვაგონები არ არის რაღაცა დასრულებული ციკლი, ხო? რკინიგზის ვაგონები გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში სჭირდება. შესაბამისად, ჩავთვალეთ, რომ ეს უფრო ეკონომიკურად მიმზიდველი და სწორი ინვესტიცია იყო, მით უმეტეს, რომ ეკონომიკურად იგივე დასტურდებოდა. ანუ კიდევ ერთხელ 22 წელზე გადანაწილებული თანხის მოცულობა ბევრად უფრო მიმზიდველი იყო რკინიგზისთვის, ვიდრე ინვესტიცია ვაგონშემკეთებლის შემოთავაზებით თბილისის. და უღირდა რკინიგზას 800,000 დოლარით მეტ. ბატონო ირაკლი, რატომ არ მიაწოდეთ ეს ინფორმაცია იმ ჟურნალისტებს, რომლებიც 3 თვის განმავლობაში, როგორც ამ რეპორტაჟში ამბობენ, უკან დაგდებდნენ და ცდილობდნენ ინფორმაციის მოპოვებას. თქვენი ფრაგმენტიც არის აცეუბნებით, რომ მე ეხლა არ შემიძლია და მოგვიანებით გიპასუხოთ, მოგვიანებით არ პასუხობთ. ზუსტად იგივე აზრზე ვარ ეხლა, რაც მათ უთხარი, რომ მე არ ვიყავი იმ მომენტში საქმის კურსში იმ კითხვების შესახებ, რომელიც მათ დაგვისვეს, გავერკვევდი ამ კითხვებში და შესაბამისად გადავცემდი, ეს პასუხი მართლაც მზადდებოდა რკინიგზაში, მაგრამ ორმა რაღაცამ შეგვაყოვნა. პირველი მეთოდოლოგია, გულახდიათ რო გითხრათ, რომელსაც ჟურნალისტები ცდილობდნენ რომ მიიღოთ ინფორმაცია და ეხლა არ მგონია რომ ეს საზოგადოებისთვის საინტერესო თემა იყოს და მეორე ეს იყო კითხვებში არსებული ასევე სხვა კითხვები, რომელიც უკავშირდებოდა მაგალითისთვის 80 მილიონი ლარის გადარიცხვას რაღაც მეთეოროპში აქში ნაციონალური მოძრაობის რაღაცა ვაგონების დაძველების თემას და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ რკინიგზამ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა იმ პერიოდთან შედარებით, რომელზეც ფილმში არის შეიძლება ასე ვთქვათ სურვილი, რომ რკინიგზა დაახლოვონ. აქედან გამომდინარე, ახლა ვერანაირად ვერ მოხერხდება, რომ ჩხაიძის პერიოდს დაუკავშიროთ. თუმცა იქ არის კადრები, რომელიც შეიძლება ჩხაიძის პერიოდში არ ახსოვდეს საზოგადოებას, იმ ნაწილ საზოგადოებას, ვინც მგზავრობს მაგალითად ბორჯომის მატარებლით. იქ არის კადრები ძალიან მძიმედ, გარემოსი, სიბინძურის, ჩამსრული ფანჯრების, ეს ნოემბერში გადაღებული კადრებია, ალბათ არ უარყოფს ხო რკინიგზის გენერალური დირექტორი ამ ფაქტს. რატომ ხდება ეს? თუ შეიძლება იმ ნაწილს, ანუ საუბარი არის იმაზე, რომ ხა შეუძლებელია ამაზე პასუხის გაცემა და არგუმენტირებული საუბარი, იმიტომ რომ თუ იმეს ერევა 60 მილიონი ლარის დივიდენდის სახით ბიუჯეტში გადარიცხვა 80 მილიონ მითიურ გაქრობასთან, 80 მილიონის მითიურ გაქრობასთან, უბრალოდ მე მაგალითად არ მაქვს იმდენი კომპეტენცია, მინდა ვაღიარო, რომ ამაზე შესაბამის პასუხი გავცე და არც სურვილი მაქვს იმისი, რომ ესეთ დისკუსიაში შევიდე. ან თქვენ ბრძანებთ, რომ თქვენ არასდროს არ ყოფილხართ ჯიბე ნაციონალური მოძრაობის, სადაც ილექებოდა ეს თქვათ ტენდერების თუ სხვადასხვა დარღვევების შედეგად დაგროვილი თანხა. ამ თემაზე საუბარიც კი ზედმეტი არის, იმდენად შინაარს მოკლებული განცხადება არის პირდაპირ. თუმცა აი ხა ჩვენ ყავს როგორც პროდიუსერი მატყობინებს ერთ-ერთი გმირი ამ რეპორტაჟის, რომელიც თქვენს მიმართ ბრალდებას გამოთქვავდა კონსერვატული პარტიის წევრი ბიძინა გუჯაბიძე ხაზე, თუ შეიძლება რომელიც თვითონ დაუკავშირდა ამ გადაცემის მსვლელობისას, თუ შეიძლება მოусმინოთ. გისმენთ ბატონო ბიძინა, თქვენ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ბატონო ბიძინა, გისმენთ? დიახ. ბატონო ირაკლი. გამარჯობათ. გამარჯობათ. იცით რა არის? უბრალოდ მე ძალიან მიგვიეს რომ თქვენ ასე პირდაპირ ეთერში ამდენ წყვილს ამბობთ. ესე იგი ფილმში მოთხრობილი იყო იმის შესახებ დოკუმენტალურად დადასტურებული ფაქტები იყო. ფინანსური პოლიციის აქტი იყო დადებული და იქიდან იყო გაკეთებული ციტირება. იმ ფაქტებს ცვლილობა არ მისცემია ისევ თქვენს გამო და თქვენ რომ ფული მიიტანებთ ფინანსური პოლიციაში იმის გამო რომ სააკაშვილის ოჯახთან და
მის კლანთან ხარ შეგრული და ყველა იმ სისაძაგლეს, რასაც რკინიგზაში ჩადიხართ, საბოლოოდ მოეთხოვება პასუხი. აი მე პირადად აი სისხლის უკანასკნელ წესამდე უნამუსო კაცი ვიყო, შენ თუ ეს შეგარჩინო და ქართველ მერმა ეს შენ შეგარჩინო. შენ ხარ უნამუსო კაცი. ბატონო ბიძინა, კორექტულად თუ შეიძლება, ძალიან გთხოვთ, თუ შეიძლება გვითხრათ. მიჩილოს ეზუგბაიემ, ეხლა თუა ვაჟკაცი და ამ შეურაცხყოფისთვის პასუხი მაგებინოს. ეს მძარცველი, ეს ბანდიტი, ეს დიდი მადლობა ბატონო ბიძინა. დიდი მადლობა ბატონო ბიძინა, უკაცრავად ბატონო ირაკლი უკაცრავად ეს გახდათ კონსერვატიული პარტიის წევრი ბიძინა გუჯაბიძე, რომელმაც საკმაოდ მძიმე ფრაზები გამოიყენა თქვენი მისამართით, რაც თავისთავად გულისხმობს კორუფციას. რა თქმა უნდა, შინაარსით. ჩემი აზრით, რაც იყო მოხსენიებული ბატონო ბიძინას განცხადებაში, რომელიც მე ახლა მოვისმინე, ეს იყო შეურაცხყოფა პირადი, ბუნებრივია ახლა ვარ სახელმწიფო чиновники სამწუხაროდ ამ შემთხვევაში მე არ მაქვს უფლება რომ ვპასუხო მას. თუმცა მე არ ვფიქრობ რომ საბოლოო ჯამში ის მეთოდები რომელთაც ბიძინა გუჯაბიძე ამ შემთხვევაში ოპერირებს და რომელთაც იგი საქმიანობს, მისივე ცხოვრებისთვის კარგი იყოს, იმიტომ რომ საქართველოში არსებობს საზოგადოება, არსებობს ხალხი, რომელსაც საქართველოს რკინიგზასთან ურთიერთობა აქვს, ძალიან დიდი რაოდენობა ხალხის გადამზიდავები არიან ეს შესყიდვების ტენდერებში მონაწილეები და ამ შემდეგ და იმედია ეს ხალხი დასკვნას გააკეთებს და შესაბამისად არჩევანის უფლება ექნება ამ ხალხს, თქვათ, რომელი არის უფრო სწორი პოზიცია ამ შემთხვევაში ეს არის საქართველოს რკინიგზის ჩემს მიერ გამოხატული თუ ეს არის პოზიცია ბატონი ბიძინა გუჯაბიძის. თუმცა ბატონი ბიძინა ბრძანებდა ოქმებთან დაკავშირებით ბატონო ირაკლი. ეს ოქმე მართლაც არის ამ ფილმში, უბრალოდ დიდ რეპორტაჟში მოყვანილი და თქვენგან ჟურნალისტებმა ეს ოქმები ვერ მიიღეს. თქვენ არ გაეცით საჯარო ინფორმაცია მიუხედავად იმისა, რომ მრავალგზის მოგმართეს ამ ჟურნალისტებმა, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. რატომ? კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ კითხვაში, რომელიც მოგმართეს, იყო საუბარი 80 მილიონის მითიურ გაქრობასთან, ერთი და ასევე იყო საუბარი ვაგონების რაღაც მითიურ დაძველებასთან და ასევე ჩემი აზრით სულელ სხვა ვარაუდებთან, რომელიც იყო გამოთქმული, ამიტომ ახლა ესეთ კონტექსტში ჩვენ სამწუხაროდ საუბარი არ შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია ვესაუბროთ იმ ხალხს, ვისაც რეალურად რკინიგზა აწუხებს, რეალურად ვისაც ადარდებს რა არის რკინიგზის მომავალი და როგორი უნდა იყოს ან საინვესტიციო ან მიმდინარე განვითარების პროგრამები, მაგრამ ვხედავთ რა რომ რკინიგზა ხდება პოლიტიკური ქილიკის საუბარი, ბუნებრივია დისტანცირებას ვამჯობინებ და მირჩევნია რომ ეს საკითხი განხილულ იქნეს უფრო ვიწრო და კონკრეტულ ჭრილში, ვარ რა თქვენს გადაცემაში და მზადვარ პასუხობს და მაქსიმალურად დისტანცირებული იყოს ეს ყველაფერი პოლიტიკისგან. რა შეიცვალა აკაკი ჩხაიძიდან დღემდე? ჩვენ ვნახეთ ბორჯომის მატარებელი, მაინც მინდა კითხოთ ამ კონკრეტულ მატარებელზე თუ შეიძლება ეს რამდენია ასეთი პროცენტულად ასეთი მოძოლებული ვაგონი? ერთ თემას შევეხო მაინც ნებისმიერ შემთხვევაში ეს მოგვიანებით ბატონო თუ შეიძლება ჯერ ამ თემაზე რომ მიპასუხოთ, იმიტომ რომ მეორედ კითხეთ თუ შეიძლება. არა, შევეხები აუცილებლად, ბუნებრივია მე მგონი თქვენ რაზე გსურთ საუბარი? მე მინდა ვაგონების დაძველების თემა შევეხო, ასე რომ კარგით, მაშინ შევიყვანოთ მაყურებელი საქმის კურსში, რომ ვაგონების დაძველების თემა არის სწორედ ამ რეპორტაჟში მოყვანილი და იქ თქვენ ხარ დადანაშაულებული იმაში, რომ ვაგონების დაძველების თემა გაქვთ მემკვიდრეობით მიღებული აკაკი ჩხაიძისგან და ეს ესეთი ფორმაა, როგორც ჩვენ მაყურებელს მინდა აუხსნა, რომ აცლიან ვაგონებს გამოშვების რაღაც წელს, სადაც ქონია სადღაც ქვემოთა ტერიტორიაზე, ასე ვთქვათ, და აყერებენ უფრო ძველს. რითიც ხდება ეს ვაგონი პრაქტიკულად ჯარში ჩასაბარებელი და ამით ხდება რაღაცა მილიონების მოგება, როდესაც ახალ ვაგონებს პრაქტიკულად ხელოვნურად აძოლებენ. რა შეგიძლია თქვა ამასთან დაკავშირებით? შემიძლია თქვა ის, რომ კიდევ ერთხელ ეს არის ვარაუდები და აბსურდის რაღაცა თეატრი. მე შემიძლია გითხრათ, რომ საბოლოო ჯამში არის დიდი ტყუილი, რომელიც ამ ფილმში არის მოყვანილი. რატომ ახლა? იმიტომ რომ მოყვანილი არის გარკვეული ფაქტი, ისიც 2000 წლის რაღაც ვაგონების ჩამოწერის შესახებ, რომლის შესახებაც ჩვენს გვაქვს ინფორმაცია ასევე და როგორც ამოგლეჯილი მონაკვეთი, რატომღაც უკავშირდება დღევანდელ საქმიანობას, თუმცა გაუგებარია რატო. 2003 წელს საქართველოს რკინიგზას პარკში ყავდა 11000 ვაგონი და ახლობით, რომლებიც დღესაც ყავს, არც ერთი მათგანი არ არის არც ჩამოწერილი, არც გაყიდული, შესაბამისად გაუგებარია საქართველოს რკინიგზას რაში უნდა ჭირდებოდეს მიმდინარე პირობებში ვაგონების დაძველება, თუ კი არც მათ გაყიდოს, არც ჩამოწერას არ აპირებს. ხო, ბუნებრივია თუ დავიწყებდით დაძველებას, ამ შემთხვევაში მივხვდავდით სხვა საკითხებსაც, ხო? მაგრამ არ ვაპირებთ ამას და არ გვეგმავთ, პირიქით გვეგმავთ იმას, რომ 11000 ვაგონიდან თუ კი 5500 იმოძრავებდა 2005 წლისთვის, 7000 ერთეულამდე ყავს აყვანილი დღეს ვაგონების რაოდენობა. გარდა ამისა, 1500 ერთეულზე გვაქვს კიდევ კონტრაქტი თბილისის ვაგონშემკეთებელ ქარხანასთან, რომელზეც თქვენ გქონდათ საუბარი. და ხა ბუნებრივია თუ ცუდი გვექნებოდა ურთიერთობა ვაგონშემკეთებელთან, როგორ იქნებოდა ეს კონტრაქტი, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ პირიქით ვაგონების რაოდენობა გაიზრდება. ეხლა ბუნებრივია ჩდება კითხვა რა რემონტდება, რემონტდება სწორედ ის ვაგონები, რომელიც პარკში ფილმში არის მოყვანილი და რომელსაც ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე ნახავს როგორც ხაშურის სადგურში, ნახავს ასევე სანდრედის სადგურში, სხვა სადგურებში.
ჩემი აზრით ეს ვაგონები თავის დროზე იყო ზუსტად ამისთვის გამიზნული, მაგრამ ჩვენი მენეჯმენტის გადაწყვეტილებით ეს ვაგონები არის შენარჩუნებული იმისათვის, რომ მომავალში საქართველოს რკინიგზას ემსახუროს. რატომ დადის ძველი ვაგონები ბორჯომის მიმართულებით? თავისთავად შინაარსობრივად ის ფაქტი. ბატონო ირაკლი, არ პასუხობ შეკითხვას, რომელსაც გისურვებთ უკვე მეოთხედ. კითხოს და გიპასუხებთ, ხა უბრალოდ უნდა მომცეთ საშუალება რომ დავამთავროთ. რა თქვენ უკვე ბრძანეთ გასაგებია მაყურებელმა ის ერთი პოზიცია მეორე და დაიჯერებს იმას, რომელსაც უფრო დამაჯერებლად ჩათვლის. ის რასაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვიკვლევდით, რამდენად ადვილად აღსაქმელი არის და რამდენად კარგად გადამოცემული იმ ხალხის მიერ, ვინც ამ ფილმში ფაქტები დაბელირებს. ჩვენც უკვე ნათელს ხდის, თუ რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე, ანუ ვინ ხალხი დგას ამ ფილმის უკან და ვინ დგას ბატონო ირაკლი? ჩემი აზრით, როგორც ჩანს დგას თანამშრომლები საქართველოს რკინიგზის ყოფილი, რომლებსაც ხედავ რა მათ ასე ვთქვათ განწყობას და მათ სტილს მუშაობის და ხედავ დღევანდელ სტილს მუშაობის საქართველოს რკინიგზის. ხედავ ასევე მათ და ჩვენ შორის ძალიან დიდ უფსხლოს და ძალიან მიხარია სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, ეს უგბაია იქნება რკინიგზის გენერალური დირექტორი თუ არა, ძალიან ამაყად და გულახდილად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ხალხი სისტემაში ფიზიკურად ვეღარ მოხდება და ვერასოდეს ვეღარ იმუშავებს და ეს გამორიცხulis არის ნებისმიერ შემთხვევაში მომავალში, იმიტომ რომ სისტემა დღეს ბევრად უფრო წინ არის, ვიდრე ამ ხალხის მენტალიტეტი. აკაკი ჩხაიძეზე გაქვთ თქვენ საუბარი მის თანამოაზრეებზე, მის თანამშრომლებზე თუ ვის გულისხმობთ, თუ შეიძლება პირდაპირ გითხრათ? პრინციპში არც ქონია საერთოდ არანაირი ურთიერთობა გულახდილად რო გითხრათ. აბა ძველი თანამშრომლები ვინ არიან ბატონო ირაკლი? ნუ მაგალითად იყო ერთ-ერთი ძველი თანამშრომელი საქართველოს რკინიგზის ფილმში მოყვანილი, ამდენიც მე ვიცი, ეს არის ბატონი ყრუაშვილი. რომელიც როგორც ჩანს ბატონი ბიზინა გუჯობიძისთვის არის ინფორმაციის ძირითადი წყარო და ძალიან სამწუხაროა რომ ბიზინა გუჯობიძე ეს საინტერესოა თუ აქვს ჩვენს პროდიუსერს ეს ფრაგმენტი მეც ძალიან საინტერესო მომეჩვენა რას ბრძანებს აი მემანქანე ხო პროფესიით მემანქანე თქვენს შესახებ არ იყო ეს ადამიანი მომავალში შემდეგ იქნა დაწინაურებული 2004 წელს მუშაობდა სამგზავრო დეპოში ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე მის დაქვემდებარებაში იყო ზუსტად ის ელექტრომატარებლები რომლებზეც თქვენ გაქვთ კითხვა და რომელზეც მე მინდა ეხლა პასუხი გაგცეთ თუ შეიძლება ვნახოთ ეს ფრაგმენტი და შემდეგ უფრო დეტალურად უპასუხოთ. ირაკლი ზურბაიას მიერ განხორციელებულ ზეწოლებზე საუბრობს ყოფილი მემანქანე გია ყრუაშვილიც. ვიმართებ ყველა იმ უწყებას დაწყებული გენერალური პროკურატურიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და არ დამიტოვებია არც ერთი უწყება. შედეგად მივიღე ის, რომ ჩემი ოჯახი დავაყენე საფრთხის ქვეშ. იყო დამუქრებები, იყო მცდელობა ჩემს მიმართ დაკავებასთან დაკავშირებით. მედია პროექტი უცნობი კავკასია. რა ხდება ბატონო ირაკლი, როდესაც თანამშრომელი ყოფილი თუნდაც ასეთ ბრალდებას გამოთქვავს თავისი ყოფილი გენერალური დირექტორის მისამართით. ყოფილი გენერალური დირექტორი მის მიერ ყოფილი ვარ, განთავისუფლებული არის 2004 წელს ყალბი დიპლომის გამო და ეხლა გულახდილად რო გითხრათ, ჩვენ არა ვართ პოლიციური ორგანო, დისტანცირებული ვართ ამ საქმიდან და არც სურვილი ქონია იმის რომ გაგვერკვია ამ ადამიანის სასავალ-დასავალი. იყო მცდელობა ამ ადამიანის გულახდილად რო გითხრათ რამოდენიმეჯერ რომ აღდგენილი იყო სამსახურში, თუმცა ჩვენ შესაბამისი ვაკანსია არ ქონია და არც გადაწყვეტილებად მიგვიღია რომ იგი აღუდგინა სამსახურში. იმ დროს შინაარსამისად ვერ ხედავდით, მithometes რომ განთავისუფლების საფუძველი არის ყალბი დიპლომი. რაც შეეხება მის დაქვემდებარებას, კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ იგი მუშაობდა სამგზავრო ელექტრომატარებლების დეპოში ერთ-ერთ თანამდებობაზე. შესაბამისად მის დაქვემდებარებაში იყო ის ელექტრომატარებლები, რომლებიც ამ ფილმშიც იყო და იმ დროს სამწუხაროდ იგივე მდგომარეობაში იყო. ერთი კონკრეტული ფაქტი მინდა გითხრათ, ამ ელექტრომატარებლებიდან ჯამურად თვეში შემოსავალი შეადგენდა 30000 ლარს. მაშინ როდესაც დღეს შემოსავალი ამ ელექტრომატარებლებიდან შეადგენს 300000 ლარს იგივე თვის განმავლობაში. ახლა საუბარი იმაზე რომ დამატებითი გზავრები მოგვიმატა ეს არარეალურია, ფასი არის იგივე რაც იყო, მაგალითისთვის ის მატარებელი რომელიც თქვენ ნახეთ ბორჯომის მიმართულებით დღეს 1 ლარი გზავრობის ღირებულებას 1 ლარი, როცა სამარშრუტო ტაქსი ღირს 7-8 ლარი დაახლოებით, ასე რომ პირიქით ჩვენი პოზიცია არის რომ მაქსიმალურად შევეცადოთ რომ ხელი შეუწყოთ მოსახლეობას და ეს მატარებლები შევინარჩუნოთ. ახლა რაც შეეხება ამ კონკრეტულ მატარებელს შემიძლია ხო გადავიდეთ საუნდტრეკ პასუხი ბატონ ყრუაშვილს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მატარებელს მოგეხსენებათ რომ 2006 წელს ჯერ კიდევ ჩვენ გვქონდა მცდელობა რომ გაგვეჩერებინა ეს მატარებლები ექსპლუატაციისთვის შეუსაბამობის გამო, თუმცა მთავრობისგან მივიღეთ კაცრი შეფასება ამის გამო და განვაგრძელეთ ექსპლუატაცია. ნორმების ფარგლებში ბუნებრივია მატარებლის უტარდება მიმდინარე რემონტი, მაგრამ არა კაპიტალური. შემდეგ დადგა საკითხი იგივე ბორჯომის მიმართულებით ახალი ელექტრომატარებლების დაყენებაზე, მოდერნიზებულის, რომელიც ასევე დავაყენეთ. ფასი გაიზარდა ბუნებრივია, იმიტომ რომ განახლებული მატარებელი იყო და ამ შემთხვევაში მივიღეთ ძალიან უარყოფითი პოზიცია ადგილობრივი მოსახლეობის, ანუ რამდენიც უცნაური არ უნდა იყოს ფასთან ერთად უარყოფითი პოზიცია მივიღეთ იმის გამო, რომ მოსახლეობა ვერ ახერხებდა სოფლის მეურნეობისთვის საჭირო პროდუქტების გადაყვანას, გადაზიდვას, რისთვისაც უპირველესად არის გამიზნული ეს მატარებელი. შესაბამისად
მოსახლეობასთან მოლაპარაკების მერე იძულებული გახდით, რომ დაგვებრუნებინა ეს მატარებლები და ისევ ჩაგვეყენებინა რეალურად მოძრაობაში. რამდენი აქვს შემოსავალი რკინიგზა შეიძლება ჩაგიკითხოთ წლიურად? მაგრამ საბოლოო ჯამში ინვესტიციები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, გვაძლევს საშუალებას, რომ წელს უკვე ეს პროგრამა საგარეუბნო მატარებლების, რომელიც შეეხება თბილისი, ბორჯომის მატარებელს თბილისი, გარდაბანის მატარებელს თბილისი, სადახლოს მატარებელს და ყველა ესეთ საგარეუბნო მატარებელს მთლიანად დავხოროთ და რეალურად ელექტრომატარებლები მთლიანად მათ ჩაუტაროთ მოდერნიზაცია და რეალურად წყობაში მოვიყვანოთ ისე. როდის იქნება ანუ ახალი მატარებლები ეს მინდოდა მეკითხა ბიუჯეტი როდის მოახერხებს რკინიგზის მის თბილისის ბორჯომზე ჩვენ ეს პროგრამა პრაქტიკულად უკვე ერთი მატარებელი დავაყენეთ, განახორციელეთ და პრეზენტაციაც ჰქონდა ამ მატარებლის, ხოლო წლის განმავლობაში სრულად ალბათ მესამე კვარტალში ამ ელექტრომატარებლებს წყობაში მოვიყვან და შესაბამისად ჩავაყენეთ მოსახლეობის სამსახურში. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ფასი, რომელიც ამ მატარებლებზე არის გამიზნული არა მოსახლეობის ტრანსპორტირებისთვის, ძირითადად არამედ ტვირთის ტრანსპორტირებისთვის და ამ მატარებელს თავისი შინაარსი აქვს ეს. ანუ მაშინ, როდესაც მოსახლეობას უჩნდება შეზღუდვა ტვირთის სოფლის მეურნეობის ტვირთის, ბორჯომის ტრანსპორტირებისთვის ან რაღაც სხვადასხვა სოფლის მეურნეობის ტვირთის ერთ სიტყვით ტრანსპორტირებისთვის თბილისისკენ, ანუ ცენტრისკენ ჩნდება პრობლემები და შესაბამისად ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ამას შესაბამისად უპასუხო და ესეთი მატარებლები ვიყოლით. ანუ ყავდეთ ბინძური, არაკომფორტული, მინებ ჩამწრეული და ასე შემდეგ მატარებლები. ნუ თუ არ არის ამდენი ბიუჯეტი რკინიგზაში, რომ მოხდეს თუნდაც ელემენტარული პირობების მოგვარება ამ მატარებელში, ეს ხო არ არის მხოლოდ გადამზიდავი მატარებლები. ხო ეს სამგზავრო მატარებლებია, ადამიანები, მოქალაქეები მზავრობენ ამ მატარებლებს. გეთანხმებით აბსოლუტურად, მაგრამ პირველი ფასი, რომელიც არის ამ მატარებელზე, ჩვენ არ გვაძლევდა გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, რომ დიდი ინვესტიციები განვახორციელებინა, იმიტომ რომ ვართ საწარმო და შესაბამისად ანალიზი უნდა გავაკეთოთ იმ ინვესტიციების, რომელსაც ვაკეთებთ, ერთი და მეორე. ხშირ შემთხვევებში რამდენადაც საწყენი არ უნდა იყოს, მინების ჩამწრევას ადგილი ჰქონდა თავად მოსახლეობის მხრიდან, მაგალითად იმ განახლებულ ელექტრომატარებლებზე, იმიტომ რომ ერთი ვაგონი მათ მიერ კატეგორიულად იყო მოთხოვნილი სატვირთო გადაყვანებისთვის, სატვირთო გადაიზრდებისთვის, ანუ მოსახლეობისგან იყო მოთხოვნა, რომ ჩვენ გვინდა რომ ერთი ვაგონი იყოს ამ დანიშნულებით და არანაირად სხვა. ან მოსახლეობა მოგმართა თხოვნით რომ ჩავდრეული მინებით გვამგზავრეთ, რა მერაგლით რა ფორმით ხდება ხოლმე ეს რომ ესეთი სწორედ გაიგეთ, ახლა შეიძლება სასწილო იყოს, მაგრამ ხშირ შემთხვევებში არის დამდრევა და ჩამდრევა შუშების იმის გამო, რომ მოსახლეობა ვერ ახერხებს სწრაფად ბაქნებზე, 1 წუთით, 2 წუთით გაჩერებულ მატარებელზე ტვირთის ჩატანა. შესაბამისად, ამას ხა იძულებული ვართ ჩვენ რომ მოვერგოთ, ან გავზარდოთ გაჩერების დროები, ან შესაბამისად შევთავაზოთ მოსახლეობას ისეთი პირობები, რომელიც დამატებით ზიანს მაინც არ მოგვიტანს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გეუბნებით, ახლა ეს პროგრამა ჩემი აზრით ცნობილი უნდა ყოფილიყო წინასწარ, იმიტომ რომ რკინიგზის ბიუჯეტი 2008 წლის დასაწყისში დამტკის და რეალურად რომელიც ითვალისწინებდა ინვესტიციებს ამ მიმართულებით და ჩვენ ამ მიმართულებით ინვესტიციებს განახორციელებთ. რაც შეეხება ფასს, ალბათ მოვილაპარაკებთ თვითონ მოსახლეობასთან და ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან, გამგებლებთან, ეს უნდა იყოს მისაღები და ისევ არ უნდა წავოდეს. მაქსიმუმი რა შეიძლება იყოს? ვერ გეტყვით, იცით, მე ჩვენი ანალიზით სამგზავრო მიმართულებას ზოგადად წელიწადში საქართველოს რკინიგზისთვის დაახლოებით 18 მილიონი ლარი მაქვს ზარალი. ზარალი? ზარალი, ეს დიდი თანხა არის საკმაოდ. 2006 წელს საბიუჯეტო გაანგარიშებები ჩვენ უნდა მიგვიღო 30 მილიონი ლარიანი ზარალი, თუმცა მაქსიმალური ეკონომიის ხარჯზე და იმის ჩვენ რაც მოახერხეთ და ვიყვანეთ ეს ზარალი 18 მილიონზე, მაგრამ მეტის გაკეთება ფიზიკურად შეუძლებელია, ან ფასები უნდა გაიზარდოს. გასაგებია, ბატონო ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობის, არ შემიძლია ისე გაგიშვათ, რომ არ გითხოთ, ძალიან საინტერესო კითხვა, საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, მედია საუბრობს ამაზე, გაზეთები წერენ, რომ საქართველოს რკინიგზა იყიდება და იყიდება რუსულ კომპანიას. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და შეგიძლიათ თუ რომ დაგვიდასტუროთ ან უარყოთ ამ ეტაპზე. ამაზე იყო პასუხებისა, იყო პასუხი ეკონომიკის სამინისტროს მხრიდანაც, რომელიც არის რკინიგზის ფლობელი რეალურად და აქტივის გამკარგველი, რომ ასეთი რამე არ ხორციელდება და უგედრო შემთხვევაში ახლოეს მომავალში დაგეგმილი არც არის და არც ამომავლოდ იგივება რამე. თქვენ ამის შესახებ არაფერი გაგიგებთ. მე განვაცხადე უკვე ერთხელ, რომ რაიმე შეხვედრა სადაც ესეთ საკითხი განიხილებოდეს, მე არ დავსწრები ვარ და შესაბამისად საქმის კურსში არა ვარ, ანუ კატეგორიულად ვარ. ძალიან დიდი მადლობა. ეს გახდათ პროექტი უცნობი კავკასია მომავალ შეხვედრამდე. ეთერში იყო გადაცემა უცნობი კავკასია.